სახის დაბანისას რა უნდა გავითვალისწინოთ, რატომ არის საჭირო და როგორ დავიბანოთ სწორად. მოგესალმებით, მე თამო ვარ, ვირტუალურ სამყაროში ცნობილი როგორც Skinkia თამო, გელოდებით ჩემ Instagram-ზეც და ახლა უკვე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ YouTube-ზეც, სადაც არ გახდებით მარკეტინგის მსხვერპლი, გაგიზიარებთ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციებს და საკუთარ პირად გამოცდილებას. სანამ ვისაუბრებ სახის დასაბან საშუალებებზე და მათ სწორად გამოყენებაზე, ორი სიტყვით შევეხოთ, საერთოდ რისთვის არის საჭირო, რომ კანი იყოს მუდამ სუფთა. კანი შედგება რამდენიმე შრისგან და ქმნის დამცავ ბარიერს სხეულისთვის. ვისაუბროთ მარტივად. ყველაზე ზედაშრია ეპიდერმისი, სადაც გროვდება მკვდარი უჯრედები და სისტემატიურად მიდის განახლების პროცესი. კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებისა და გაახლების პროცესი ბიოლოგიურად სისტემატიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება გარემო მავნე ფაქტორები, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს და ზუსტად ამისთვის არის საჭირო, რომ სახის კანი კარგად გავასუფთავოთ. გარემო მავნე ფაქტორებში შედის უამრავი რამ, დაწყებული მტვერით, დასრულებული სხვადასხვა თავისმოვლის საშუალებებით, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. რა ხდება სწორად დაბანის დროს? გარდა იმისა, რომ იქნება სუფთა, სახის კანი მომზადდება ყველა იმ დანარჩენი თავისმოვლის საშუალებებისთვის, რომელსაც შემდეგ ეტაპზე ვიყენებთ. დავიწყოთ ღამის რუტინით. ღამის რუტინაში აუცილებელია ორმაგი წმენდა და რა არის ორმაგი წმენდა? ორმაგი წმენდის დროს გვჭირდება ორი პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე მიცერალური წყალი, კანის ტიპის მიხედვით უნდა მოусმინოთ თქვენ კანს და რომელიც გჭირდებათ ის გამოიყენოთ. შეიძლება იყოს როგორც ვთქვით მიცერალური, რომელიც ახლა მე არ მაქვს, ასევე ზეთოვანი და შეიძლება იყოს დამშლელი ბალმი, რომელიც კრემოვან ზეთოვანი სტრუქტურისაა, დარწმუნებული ვარ გექნებათ ნანახი. მიცერალურის გამოყენება მარტივია, უნდა დავასველოთ ბამბის დისკი და ბამბის დისკის საშუალებით გავისუფთავოთ სახის კანი. ზეთოვანი დასაბანები და დამშლელი ბალმები უნდა წავისვათ მშრალ სახეზე, ნაზად დავამუშავოთ, შემდეგ დავისველოთ ხელი, ისევ დავამუშავოთ, ჩამოვიბანოთ და აი ამ ეტაპის შემდეგ უკვე გადავიდეთ დასაბან გელზე. დასაბანი გელიც, რა თქმა უნდა, თქვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა აარჩიოთ, მე აქ რამდენიმე მიდევს და გამოვყოფ CeraVe Gentle Cleansers, ანუ მსუბუქ დასაბან საშუალებას, რომელიც ძალიან მიყვარს და რაც არ უნდა მქონდეს, ეს ყოველთვის არის ჩემი თავისმოვლის თაროზე. აუცილებლად შევეხები იმასაც, რომ ხშირად საერთოდ არ იყენებენ ორმაგ დაბანას და გონიათ, რომ Gentle Cleanser-ი არის საკმარისი. რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რადგან კანის ტიპების უნდა გავითვალისწინოთ, აქ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვით და გაგიზიარებთ, რომ ის სარგებელი, რაც ორმაგმა დაბანამ მომცა, ნამდვილად არ მოუწია, როდესაც მხოლოდ CeraVe-ს ვიყენებდი. მე მიყვარს, როდესაც ღამის რუტინაში მაქვს ორმაგი წმენდა, ჩემ აზრს არ გახვევთ თავზე, მაგრამ რეკომენდაციას ნამდვილად ვიძლევი და გამოცდილებასაც გიზიარებთ, რომ უკეთესია ჩართოთ ორმაგი წმენდა რუტინაში. დავიბანოთ თუ არა სახე დილით. ამაზე აზრი ორად არის გაყოფილი, ზოგი ამბობს, რომ უნდა დავიბანოთ, ზოგი ამბობს, რომ არ უნდა დავიბანოთ. მე ჩემ აზრს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის ვიძახი, მოусმინეთ საკუთარ კანს. თქვენ თუ მთელი ღამე ესე გძინავთ, რა თქმა უნდა, დილით შეგიძლიათ მხოლოდ წყლით დაიბანოთ სახე, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ ჩემსავით წრიალი გიყვართ, უმჯობესია თუ დილით გამოიყენებთ Gentle Cleanser-ებს, ანუ ისეთ დასაბან საშუალებებს, რომელიც კანის ბარიერს ზედმეტად არ გამოაშრობს, არ დააზიანებს. დილის დაბანის რუტინა რომ შევაჯამოთ, მე მაგალითად გირჩევთ, გააკეთოთ ექსპერიმენტი, პირადად მე ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და ამით არაფერს არ დააშავებთ, აი ამ კონკრეტული ექსპერიმენტით. ერთი კვირა დილით მხოლოდ წყლით დაიბანეთ სახე და დააკვირდით, მოეწონება თუ არა თქვენ კანს. მე მშრალი კანი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ მშრალი კანი მიდრეკილია გაღიზიანებისკენ და გამოშრობისკენ, როგორც გითხარით, დილით ყოველთვის ვიბან სახეს. და არ დაგიმალავთ, ეს ბოლო პერიოდი, როდესაც გულის ოპერაცია გავიკეთე, მომიწია, რა თქმა უნდა, ვისაც შეხება აქვს გეცოდინებათ, ასე წოლა და ვაგრძელებ ზუსტად აი ასე გაშეშებული წოლას, რადგან ფიზიკურად არ შემიძლია გადატრიალება და გადმოტრიალება. ამიტომ დილის რუტინაში ხანდახან, როდესაც მეჩქარება, ვიყენებ დასაბანის ნაცვლად ჰიპოქლორს, ანუ შევისხამ ჰიპოქლორს, გავიწმიდავ და ვაგრძელებ რუტინას, ან ვიყენებ აი ასეთ ტონერ პადებს, რომელიც საკმაოდ კარგად ასუფთავებს სახის კანს და გასუფთავებასთან ერთად მიტენიანებს ზოგს შრატის და გასუფთავების და დატენიანების ფუნქცია ერთად აქვს. ტონერ პადებზე შემდეგ ცალკე გავაკეთებ აუცილებლად ვიდეოს. ეს ჩემი პირველი YouTube ვიდეოა, სიმართლე გითხრათ, ცოტა ვნერვიულობ ჩაწერის პროცესში, მაგრამ არა უშავს, თანდათან დავხვეწავ და შევეჩვევი.
თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა წინ უამრავი საინტერესო თემა გელით თავის მოვლაზე და ასევე გელოდებით ჩემ ინსტაგრამზეც. რაც მთავარია, მოусმინეთ საკუთარ კანს. დიდი ხო იქ აბა ჩემ თვალებს დააკვირდი, გიყურებ ხო სახეში იქ ეკრანიდან. მკვდარი